ბარსელონა ევროპის სუპერთასის გამარჯვებული, მესი კი UEFA-ს სუპერთასის საუკეთესო ფეხბურთელი. 120 წუთი და 9 გატანილი გოლი. ბარსელონამ სევილია დამატებით დროში ანგარიში 5-4 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი შეცვლაზე შესულმა პედრო როდრიგესმა გაიტანა. დინამო არენაზე ფეხბურთელებმა ერთმანეთს გამარჯვება მიულოცეს, რის შემდეგაც მათ სუპერთასი გადაეცათ. მესიმ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, მის გარდა ბარსელონიდან გოლები რაფინიამ და ლუის სუარესმა გაიტანეს. სევილიადან გოლების ავტორები გახდნენ ბანეგა, რეიესი, გამეირო და კონოპლიანკა. შეხვედრა თბილისში დინამო არენაზე მიმდინარეობდა და მას 51,940 გულშემატკივარი ესწრებოდა. დეტალებს ოთარ გიორგაძე გიამბობთ. UEFA სუპერთასის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი და დასწრების რეკორდი თბილისში დაფიქსირდა. დინამო არენამ ევროპის ორ საუკეთესო კლუბს პირველად უმასპინძლა და UEFA-ს ფინალური მატჩების ნუსხაში გამორჩეული ადგილი დაიკავა. თამაშს 51,000-ზე მეტი ხომაგი დაესწრო. ანგარიში კი მესამე წოზე ბანეგას გოლით გაიხსნა. პლანეტის საუკეთესო 10-ანმა კი სევილიურ კლუბს 2 ზუსტი საჯარიმო დარტყმით ზუსტად 9 წუთიან ინტერვალში უპასუხა. მე-16 წუთზე ბარსელონა 2-1 დაწინაურდა. ტაიმის ძირითადი ნაწილი კატალონიელების უპირატესობით წარიმართა და რაფინიას გოლით პირველი 45 წუთი ბარსელონამ 3-1 მოიგო. ლუის სუარესმა საკუთარი შანსი 52 წუთზე გამოიყენა და 4-1. მომდევნო 23 წუთი საფეხბურთო კლასიკის ეპიზოდი იყო, რაც თანამედროვე ფეხბურთში იშვიათად ხდება. ბარსელონას კარში სევილიამ დროის ამ მონაკოჩი 3 გოლი გაიტანა და ლუის ენრიკეს გუნდთან წონასწორობა აღადგინა 4-4. ამ შედეგმა სტადიონზე მისულ თითოეულ გულშემატკივარს საფეხბურთო ზეიმი კიდევ 30 წუთს გაუგრძელა. 120 წუთიანი საფეხბურთო დაპირისპირება დინამო არენაზე საბოლოოდ ბარსელონას ტრიუმფით დასრულდა. პედრო როდრიგესის მეხუთე გოლით კატალონიელებმა ბოლო საფეხბურთო სეზონში მეოთხე ტიტული მოიგეს. ბარსელონამ თასი ამჯერად თბილისიდან წაიღო. გამარჯვებულს კუთვნილი ჯილდო ტრადიციულად UEFA-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ გადასცა. ზეიმის მონაწილე გახდა თითოეული ის ხომაგი, რომელიც სტადიონზე იმყოფებოდა და ამ რანგის თამაშის ნახვის შესაძლებლობა პირველად მიეცა. სტადიონზე მისულ გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობა ბარსას ფანი იყო. შეხვედრის მთავარი გმირი კი ლიონელ მესი გახდა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მესიმ საჩუქარი მედიის წარმომადგენლებსაც გაუკეთა და მათ შეკითხვებს საპრეს კონფერენციო დარბაზში უპასუხა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ სახლში ვთამაშობდით და კმაყოფილები ვართ შედეგით. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ყველას, მთავარია გამარჯვება. განსხვავება არ არის სათამაშო ნაკრებსა თუ კლუბში. დღევანდელი თამაშით კმაყოფილები ვართ. რაც შეეხება ზოგადად თამაშს, თავიდან ცუდად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ მატჩში შემოვატრიალეთ. მეორე ტაიმში მოვდუნდით და დავისაჯეთ კიდეც, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მაინც ჩვენ დაგვრჩა. ლუის ენრიკემ კარიერაში სუპერთასი პირველად მოიგო. საკუთარი გუნდის თამაშის შეფასებასთან ერთად სევილიას ფეხბურთელები შეაქო და მასპინძელ მხარეს მადლობა გადაუხადა. როდესაც ანგარიში 1-4 გახდა, ბევრს უკვე აღარ ველოდებოდით. გვინდოდა რაც შეიძლება მეტისთვის მიგვეღწია დარჩენილ დროში. ამის შემდეგომ 1 გოლი გავიტანეთ, შემდეგ კიდევ 1 და თავდაჯერება მოგვემატა. გუნდს ჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების ანგარიში გავათანაბრეთ და უკვე თამაშის მოგების იმედიც ჰქონდა. თავარი იყო კარგი თამაშის ჩვენება და იმაში დარწმუნება, რომ უმაღლესი დონის გუნდებთან ტოლს სწორად თამაში შეგვიძლია. გუნდის გულშემატკივრებს იმას ვეთყოდი, რომ სევილიას იმედი ყოველთვის ჰქონდეთ. კარგი იქნებოდა თამაში პენალტების სერიაში გადასულიყო. ბარსელონა არის მსოფლიოში უძლიერესი გუნდი და კარგია, რომ ასეთი დონის გუნდს თანაბრად ეთამაშებდი. თავიდანვე რთულ თამაშს ველოდით. ამ შეხვედრამ ყველა საჩვენა თუ რამდენად ძნელია ასეთი დონის თამაშების მოგება და რამდენად სწრაფად შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. თავიდან ვაგებდით, შემდეგ შემოვაბრუნეთ სიტუაცია. მათ კარგად ითამაშეს, თამაში შემოატრიალეს. მესის დამსახურებით თავიდან შევძელით თამაშის შემოტრიალება ჩვენს. სევილიას დიდებული გუნდი ყავს და შეუძლია ბევრს მიაღწიოს. 100 მეტი ტელეარხის ეთერით მსოფლიომ წლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში თბილისიდან იხილა. საფეხბურთო ზეიმს კი წინ გახსნის საზეიმო ცერემონია უძღოდა, სადაც ანსამბლი ერისიონი მაყურებლის წინაშე ბავშვებთან ერთად წარსდგა. სცენარის მთავარი გმირები კი მოზარდები იყვნენ, რომლებიც ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა ქვეყნებიდან ფედერაციისა და UEFA-ს ინიციატივით ჩამოვიდნენ.
საფეხბურთო ტრიუმფ სტადიონზე UEFA-ს მაღალ ჩინოსნებთან ერთად სხვადასხვა რანგის საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. შეხვედრა შედგა UEFA-ს შეფასებას კი ქართული მხარე უახლოეს დღეებში მიიღებს.